ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მიმდინარეობს, საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას განათლების მინისტრი 55 სკოლაში გაეცნო. ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 64 ქალაქში იმართება. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს 7000-მდე მოსწავლე. ოლიმპიადა ტარდება შემდეგ საგნებში ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და უცხო ენა. დავიწყეთ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა, რომელიც ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით. მაშინ მონაწილეობას იღებს 6000-ზე მეტი მოსწავლე და აღნიშნული ოლიმპიადა ტარდება 64 ქალაქში. ეროვნული ოლიმპიადა არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა პირველ რიგში იმიტომ, რომ მასში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში, ხოლო მეორე მხრივ არის ასევე ძალიან კარგი შესაძლებლობა ბავშვებისთვის მისაძლევს უზარმაზარ მოტივაციას თვითოულ მათგანს, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ და გაიმეორონ ის განაცოდნა და სასწავლო პროგრამა, რომელიც მათ წლების მანძილზე სკოლაში მიიღეს. 2024-25 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წარმატებით დასრულდა ოქტომბრის თვეში და ეს ტური გადალახა 6880 მოსწავლემ. დღეს დაიწყო მეორე ტური, სადაც რა თქმა უნდა ამ რაოდენობის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. დღეს დაიწყო ქართული ენა და ლიტერატურა.